არ უნდა ავწდეთ ჩვენს სტრატეგიას. იმ სტრატეგიას, რომელიც გვაქვს უკვე წელიწად ნახევარზე მეტია, გულისხმობ არა ძლიერ საქართველოს ლელოს არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ჩართული არის წინააღმდეგობის მოძრაობაში. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ამდენი ხანია ითხოვს საზოგადოება, ვითხოვთ ჩვენ და რა თქმა უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. უნდა მოვიპოვოთ არჩევნები, დავიცვათ ჩვენი არჩევანი და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა, ვაქციოთ საქართველოს ნორმალურ ქვეყანას. ხო, ეს ასეთი თანმიმდევრობით, იმიტომ რომ ნახეთ ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭრა ეკაბესელიამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეძლოს ამ არჩევნების შედეგების დაცვა და ამისთვის ძალიან დიდი სამუშაო არის გასაწევი, ანუ აი ხვალაც რომ დაინიშნოს, ხშირად დაგვისვამს ეს საკითხი ამ ფორმულირებით არის მზად ხვალ რომ დანიშნოს პირობითად ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნები. არის ოპოზიცია მზად რომ დაიცვას ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები? მოდით ახლა ოპოზიციას განვაზოგადებთ, მე შემიძლია გესაუბროთ ჩვენს პარტიაზე. ძლიერი საქართველოს ლელო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყველაზე მეტად არის მომზადებული არჩევნებისათვის ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 4 ოქტომბრის არჩევნებში, რასაც წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, ჩვენი საარჩევნო გუნდის მომზადება და ყველაფერს თავი დავანებოთ ის გამოცდილება, რომელიც მუდმივ განახლებას საჭიროებს ჩვენს გუნდს. განსაკუთრებით რეგიონებში, ადგილებზე აქვს. ეს იყო სხვათა შორის 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ერთ-ერთი, შეიძლება არა პირველხარისხოვანი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიები იყვნენ ფორმაში. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ უნდა შეინარჩუნოს პარტიამ პარტიული ინფრასტრუქტურა, უნდა შეინარჩუნოს ხალხი რეგიონებში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მოგეხსენებათ თქვენ, რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში რამდენიმეს გარდა 57 მუნიციპალიტეტში ჩვენ ვართ წარმოდგენილები, ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული უჯრედი და ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ ხმებს, როგორ რანაირი ხარისხით, ასე შემდეგ, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ საარჩევნო ფორმაშია ახლა ლელო, იმიტომ რომ ნახეთ, ბესელია ამბობდა, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ და შესაბამისად სალომე ზურაბიშვილიც მაშინ ამ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე არ ყოფილა, მაგრამ და არ იყო ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებელია, რომ კონსოლიდირდეს ოპოზიცია და შეთანხმებულად იმოქმედოს. ანუ არის კარგ, ასე ვთქვათ, საარჩევნო ფორმაში ლელო, რომ ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებში დადოს სასურველი შედეგი? როგორც მინიმუმ უკეთეს ფორმაში არის ყველასთან შედარებით, ოპოზიციურ ფლანგზე გულისხმობ ლელო, ამ ძალიან მარტივი მიზეზის გამო ის რომ არ იყო იმ არჩევნებში შესვლა მნიშვნელოვანი, ახლა ამაზე რა უნდა გიპასუხოთ, მე წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელიც შევიდა და მაშინ მიუხედავად იმ დიდი კრიტიკისა, დაუმსახურებელი იერიშებისა და ასე შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, არასდროს გვითქვამს და ეს ელემენტარულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით არ იცვლება რეჟიმი და არც ხელისუფლება, არც ერთი, უბრალოდ ამას უნდა ჰქონოდა სხვა მნიშვნელობა მინიჭებული, ჩვენ უნდა ნაბიჯ ეტაპობრივად გამოგვეცალა ის აგურები საფუძვლიდან, რომელიც აქვს ჩაყრილი და ჩაბეტონებული ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად, თბილისზე, როდესაც ვსაუბრობდით, თბილისს რომ ყოლოდა დღეს ოპოზიციური ხელისუფლება, გაცილებით უფრო გაგვიადვილებდა ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას საქმეს რეჟიმის ცვლილებისთვის. ხო, ისევე როგორც ეს იყო თუნდაც უნგრეთში, ბუდაპეშტში ორბანის პარტიის წარმომადგენელი არ ყოფილა მერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენის გამოცვლა არის ნებისმიერი რეჟიმისათვის, ხო? სტამბულში მართალია ის სხვა მოცემულობაა, მაგრამ სტამბულში, როდესაც იყო ოპოზიციონერი მერი, რომელიც შემდეგ მართალია დააპატიმრეს, ეს ასევე არის სტამბულში, აი ამ მოძრაობის, თურქეთში ამ მოძრაობის, ამ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც გრძელვადიან პროცესში აუცილებლად გამოსაყენებელი რამ გახლავთ.
რაც შეეხება მომზადებას, მე ანუ კარგ პოლიტიკურ ფორმაში ვარ თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით. აი ზუსტად ამას შეგიძლიათ რაღაცნაირად დამისაბუთოთ. ახლა თქვით, რომ ვერ იქნა ის შედეგი მიღწეული, რასაც ისურვებდით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ხელში აღმოჩენილიყო დედაქალაქის თვითმმართველობა. აი მაშინ რა არის თქვენი საზომი, რით აფასებთ, რომ თქვენთვის წარმატებული იყო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ეს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი იქნება თქვენთვის უკვე საპარლამენტო არჩევნებში და დაგეხმარებათ პირიქით. აი რა. როგორც მოგახსენეთ, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ორი მიზანი. ერთი მთავარი მიზანი იყო სხვა, რომელსაც ლელო როგორც ერთი პარტია, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებდა მასში მონაწილეობას. შესაბამისად, იმ შედეგის მიღწევა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომელიც მეც ვთქვი, ხო, რომ თუნდაც თბილისი და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ქალაქისთვის გვებრძოლა, თუნდაც ის შედეგი არ მიღწეულიყო, ამას კიდევ დამატებით ექნებოდა სხვა ეფექტიც, ხო? ხელისუფლებას თუ დასჭირდებოდა იმხელა ძალისხმევის ჩადება, რომ წაგებულ თბილისში 2024 წელს ხომ წააგეს თბილისი ისეთი манипуляციები ჩაეტარებინა, ეს შეიძლება სხვა სულს შთაბერავდა უკვე წინააღმდეგობის მოძრაობას ქუჩაში, მაგრამ ჩვენ ხო ვამბობდით და ჩვენი მოდელი და შეთავაზება რა იყო ოპოზიციური სპექტრისთვის, რომ ერთობლივი ძალებით შევსულიყავით თუნდაც მარტო თბილისის არჩევნებში, სადაც იქნებოდა საერთო კანდიდატი, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იქნებოდა 4 მსხვილი პოლიტიკური კოალიციის საერთო და კონსენსუალური კანდიდატი, ყველანაირი პარტიული ნომერი, პარტიული იდენტობა შეიძლებოდა წაშლილი ყოფილიყო და იმ მომენტში, იმ გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც იდგა 25 წელს, ეს იქნებოდა ყველაზე ეფექტური მოდელი. რა თქმა უნდა, ლელო მარტო, ისევე როგორც ვერც ერთი სხვა ცალკე აღებული პარტია ვერ შეძლებს ლოგიკურად ვერ შეძლებდა ამ ამოცანის მიღწევას, მაგრამ მეორე მიზანი, რაც გახდათ პარტიული ინფრასტრუქტურის, პარტიული სხეულის შენარჩუნება, ეს ჩვენ ნამდვილად შევძელით, ამას რა თქმა უნდა ვიყენებთ ადგილზე იმ საკითხებზე საუბრისათვის და იმ საკითხებისთვის ბრძოლისათვის, რომელიც ადგილობრივი ლოკალური მნიშვნელობისაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ველზე საარჩევნო დღეს, ის ადამიანები რა თქმა უნდა გვაქვს რომ მარტო შეძლებთ თუ მაშინ არასდროს არ გვითქვამს ჩვენ და არც ახლა არ მიგვაჩნია რომ მარტო ჩვენ შევძლებთ. მე ვიძახი რომ ჩვენ წილი პასუხისმგებლობა რაც არის ხმების დაცვის, ჩვენ წილი პასუხისმგებლობა რაც არის არჩევნების რომ აღმოჩნდეს რომ ძალიან მალე ჩატარდება, ლელო არის უკეთეს ფორმაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ადამიანებს ხო არჩევნებზე მყოფ, ველზე მყოფ ადამიანებს არ სჭირდებათ მუდმივი მომზადება და მუდმივი გადამზადება, მაგრამ ეს ადამიანები არსებობენ სხვა პარტიების შემთხვევაში, ეს ხომ ლოგიკური პროცესია. როდესაც არ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, როდესაც შენი პარტიული ინფრასტრუქტურა სხვადასხვა მათ შორის ფინანსური მიზეზის გამო ხო შენ ამას კარგავ და ეს ჩვენ პარტიასაც ეხება მათ შორის, მაგრამ იმიტომ ვამბობ რომ უკეთეს მდგომარეობაში ვარ თქო. ეს ბუნებრივია, ეს ხალხი არის თავიდან მოსაძიებელი, მოსამზადებელი. ამ როგორც ამბობთ, ანუ პოლიტიკურ ფორმას ჩამორჩენილ პოლიტიკურ ძალებთან არა მარტო ფორმას, არამედ ადამიანები ბუნებრივად იკარგებიან, როდესაც პარტიებს არ აქვთ იმპერატიული უჯრედები შენარჩუნებული, ხო? ეს ძალიან სამწუხარო პროცესი არის და ამიტომაც მაშინ რა გამოძრავებთ, როდესაც აი მოუწოდებთ იგივე ოპოზიციას, დანარჩენ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს, რა გამოძრავებთ? საერთო მიზანი ყველას, რაც გჯერა რომ გვაერთიანებს, არის ამ რეჟიმის ცვლილება. ამ რეჟიმის ცვლილებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა მარტო ვერ შეძლებს. ეს გამორიცხული არის, ხო? ეს არჩევნების შედეგებმაც საჩვენ სწრაფად აღადგენენ პოლიტიკურ ფორმას. ამიტომ მოუწოდებდით თუნდაც 25 წლის არჩევნებში ეს საერთო საქმეს ხუმაზიანებს, რომ პარტიები არ იყვნენ ფორმაში. შესაბამისად, როგორ ხედავთ? საპარლამენტო არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, არ ვიცი, ქართული ოცნების დამარცხების ფორმულა. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ფორმაში. ფორმაში რას გულისხმობ? ჯერ ერთი ჰქონდეთ პარტიული ინფრასტრუქტურა, მაგრამ ბუნებრივი არჩევნები როგორც კი დაინიშნება, რაც მეტი დრო გვექნება, მუდმივ პროცესში უნდა ვიყოთ მომზადება გადამზადების, მაგრამ
ის შემცირებული ვადებიც კი რაც თან ახლავს ვადამდელ არჩევნებს, ხო? ის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული და ის დრო არ უნდა იკარგებოდეს ახალი ადამიანების მოძიებაში. შესაბამისად, საერთო მიზნისთვის, ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის არის კარგი, რომ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს პარტიული კორპუსი და მუდმივად მიმდინარეობდეს ამ ადამიანების ცოდნით აღჭურვა. ჩვენი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, აი როგორც არმიაში არის, ხო? არის არმია, რომელსაც აქვს თეორიული და პრაქტიკებზე წვრთნა, არის არმია, რომელსაც აქვს ომის გამოცდილება. პირობითად, ხო, უკრაინის არმიას აქვს ომის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ვისაც ომის გამოცდილება აქვს, მას აქვს გაცილებით უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოდესღაც 3-4 არჩევნების წინ ვიღაცა შეიძლება იყო არჩევნების პროცესში ჩართული, მაგრამ რაც უფრო ახალი არის ეს გამოცდილება, მით უფრო მეტად ზენს ეს ამ პარტიას თავდაჯერებულობასაც, უფრო მეტ უნარებსაც და საარჩევნო პროცესი ასეთ პროცესში. სურვილი რატო არის? სურვილი რატო არის? სხვებსაც რომ გქონდეთ? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პარტიული საქმიანობის უმთავრესი შემოდგენელი ნაწილი, ისევე როგორც არ მხოლოდ ხმების დაცვა, არამედ მას აქვს პოლიტიკური ნაწილიც, რაც არის კამპანია. ეს მეორე საკითხია, რაც პოლიტიკოსების საქმე, ოღონდ არა 3-4 პოლიტიკოსის, არამედ ადგილობრივი პოლიტიკოსების მათ შორის, რომ თითოეულ ადამიანამდე, თითოეულ მოქალაქემდე, ამომრჩევლამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ვესაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აწუხებთ, ხო?